ვიტამინები და ჭარბი წონა, რა კავშირია? პაციენტები ხშირად მეუბნებიან ასეთ რამეს. ვიტამინები არ დამინიშნო, არ მინდა წონაში მოვიმატო. არ ვიცი საიდან მოდის ეს აბსოლუტურად არასწორი წარმოდგენა ვიტამინებზე. პირიქით, წონაში იმიტომ ვიმატებთ, რომ თქვენი ორგანიზმი განიცდის ენერგიის ნაკლებობას, რადგან მას აკლია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ვიტამინები, მაკრო და მიკრო ელემენტები და ამ ენერგიის შევსებას ცდილობს მარტივი ნახშირწყლების ხარჯზე. ჩვენი ორგანიზმის თითოეული უჯრედი არის პატარა ქარხანა, რომელსაც ფუნქციონირებისთვის სჭირდება საწვავი. ამიტომ თუ თქვენ არაჯანსაღად იკვებებით, ან თქვენი კუჭ-ნაწლავი დაავადებულია, ან რაღაც სხვა მიზეზის გამო დარღვეულია ნივთიერებათა შეფისების პროცესი, შედეგი აუცილებლად იქნება ნივთიერებათა ცვლის მოშლა. აქედან გამომდინარე, თქვენ გაქვთ მუდმივად კბილის და ცხიმიანი არაჯანსაღი საკვების მოთხოვნილება, რაც ძირითადად არის მარტივი ენერგიის წყარო. ისეთი დაავადებები, როგორიც არის ჭარბი წონა, სიმსუქნე, მეტაბოლური სინდრომი, ინსულინ რეზისტენტობა, მეორე ტიპის დიაბეტი, ინსულტი და ინფარქტი, ძირითადად არის არაჯანსაღი კვების და ცხოვრების წესის შედეგი. 21 საუკუნის ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ საკვები გვაქვს ბევრი, მაგრამ ამ საკვებში სასარგებლო ნივთიერებები არის სულ უფრო და უფრო ნაკლები. ამიტომ გახდა საჭირო ვიტამინების, მაკრო და მიკრო ელემენტების საკვები დანამატების სახით მიღების საჭიროება. შესაბამისად, გაჩნდა საჭიროება ესეთი პროფესიის, როგორიც არის ნუტრიციოლოგი. ნუტრიციოლოგი არის სპეციალისტი, რომელიც თქვენი ჩივრებიდან გამომდინარე დაადგენს დეფიციტების არსებობას და უნებრივი ფიტოდანამატების ჯანსაღი კვების და წყლის მიღების სწორი რეჟიმის საშუალებით დაგეხმარებათ აღიდგინოთ ჯანმრთელობა. მე ვარ ია გორგილაძე, ექიმი, ნუტრიციოლოგი, დაგეხმარები აღიდგინოთ